უფრო ახლოს ევროპასთან მალე ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში სირთულეების გარეშე ჩავალთა. აერთიანების წევრ 27 სახელმწიფოსთან საქართველოს სავიზო რეჟიმს ამარტივებს. გადაწყვეტილება მიღებულია და შეთანხმებას ხელი ახალი წლისთვის მოეწერება. ინიციატივით სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ. განახერხდება მოკლევადიანი შენგენის ვიზის ღირებულებაც. ვის შეეხება შეღავათები ნახეთ ლიკა ბერაიას სიუჟეტში. საქართველოს მოქალაქეებს გრძელ რიგებში დგომა მომავალი წლიდან აღარ მოუწევთ. უკვე ხელმოსაწერად მზად არის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პროექტი. ტექსტი შეთანხმებულია და განსაზღვრულია ის 20 კატეგორია, ვინც პრივილეგიებით ისარგებლებს. ყველა მოქალაქისთვის გაიაფდება შენგენის მოკლევადიანი ვიზის ღირებულება და გამარტივდება მისი მიღების მექანიზმები. ახლო ნათესავებისთვის უცხოეთში შენგენის ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ახლო ნათესავებისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ თქვათ მოწვევის წერილი მისი ახლობლისგან ან თქვათ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილე ქართველი სპორტსმენებისთვის საბუთი მოწვევა აი სპორტული ღონისძიების მომწყობი ორგანიზატორებისაგან ასევე თქვათ ჟურნალისტებისთვის დადასტურება იმისი რომ ისინი წარმოადგენენ ჟურნალისტს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის შენგენის ქვეყნებში შემავალი მოკლევადიანი ვიზა იქნება 60 ამჟამად თქვათ 60 ევროს ნაცვლად 35 ევროს ფასი. იქნება სხვა სახის შეღავათებიც. ვიზებს უფასოდ მიიღებენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ჟურნალისტები და სპორტსმენები. ეს შეღავათი არ ეხებათ ბიზნესმენებს. დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის კი შენგენის ქვეყნებში შესვლა უვიზო იქნება. სახელმწიფო მოხელეებთან ერთად გამარტივებული რეჟიმით ისარგებლებს სამედიცინო პერსონალიც და გადაუდებელი ავადმყოფებიც. მრავალჯერადი ვიზის გაცემა 2-დან 5 წლამდე კი შესაძლებელი იქნება გარკვეულ შემთხვევაში და მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც სუფთა დოსიე აქვს. ჩვენ თითქმის ყველაზე ვრცელი პაკეტი მოგვენიჭა, ასე ვთქვათ. ანუ აქ არის საუბარი, აქ არ არის რა თქმა უნდა საუბარი იმაზე, რომ ხვალდაზე უცებ ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი მიზნით გაემგზავროს. გამარტივება გულისხმობს იმას, რომ გარკვეული კლასიფიკაცია მოხდება, ანუ გამოიყოფა პრიორიტეტები, ვისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ იყოს გამარტივებული მიმოსვლა, როგორც სავაჭრო თვალსაზრისით, ისე მაგალითად საგანმანათლებლო ან სახელმწიფო თვალსაზრისით. გამარტივებული მიმოსვლა ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი, თუმცა ვალდებულებები საქართველოსაც დაეკისრება. ევროკავშირის ქვეყნებიდან უკან იძულების წესით დააბრუნოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპაში საქართველოს გავლით მოხვდნენ და სავიზო რეჟიმს არღვევენ. როდესაც საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ხვდებიან არალეგალურად, მაშინ ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. ამაზე შეთანხმება მოხდა, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრობლემატური არ იქნება იმდენად, რამდენად საქართველო ამ წლების განმავლობაში მოახერხა საკუთარი საზღვრების გაკონტროლების და ადმინისტრირების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად ძალიან მცირე იქნება რაოდენობა ადამიანისა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიიდან უკანონოდ შეაღწევენ ევროკავშირში. მოლაპარაკებების პროცესი დასრულებულია, თუმცა წინ მაინც გრძელვადიანი პროცედურაა დარჩენილი. შეღავათებით სარგებლობას მოქალაქეები შეთანხმების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ შეძლებენ.